ახალგაზრდა გამომგონებელთა გამოფენა კონკურსი გაიხსნა დიდუბის საგამოფენო ცენტრში. კონკურსის სახელწოდებით ლეონარდო და ვინჩის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. უბრალოდ კლასელებმა საკუთარი გამოგონებები წარადგინეს. კომისია 7 საუკეთესო პროექტს შეარჩევს, გამარჯვებულები ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან. ახალგაზრდა გამოგონებლების ნამუშევრებს დღეს პრეზიდენტი გაეცნო. ხდება ძარცვა. რაც თანამშრომლობს უკეთია სპეციალური მოწყობილობა. ესეთი როდესაც ისე სოფელ დიღომში ადრე ძველ ცუდ დროში ბევრი კრიმინალები. ეს შეგვიძლია ვიხილოთ პრაქტიკულად. ისა ხელებს არ დავიწყოს რამოდენიმე წამში გასცემს საგანგაშო სიგნალს. რამოდენიმე წამში, იმიტომ რომ ავიცილოთ თავიდან შემთხვევით ხელის აწევა. აი შეგვიძლია ვიხილოთ. ჩვეულებრივ როაც დაცვაშო ხელი მაინდა სპეციალურად აქ დაყონება ამდენი ხანი. ცოტა ხანი რომ შემთხვევითობა გამოიწვევს. გაფრთხილებულნა იყოს რა თქმა უნდა. პირველ კლასელებს რო დაუვიდეთ ლეპტოპები, დიახ, მანდრო პროგრამებია ჩაწერილი, თანაავტორი ვარ მაგ პროგრამის, დიახ. მე ვარ თანაავტორი. ახლა გინესე ყოლე. მე საათმალავდი და შენი ცეხნია. როდესაც ხარი ამოვარდება დახურავს პანჯარას და კიდევ არის პერსპექტივაში რომ დარეკავ ტელეფონზე და დახურავს პანჯარას. თუ სურვილი. ეგეთი პატარა რაღაცები შეერგება, ეგეთი რაღაცები შეერგება სოფლის პატარა გამოგონებები ეს. ენერგიის გამომუშავებელი ფეხსაცმელი. ანუ როცა ივლის შეგიძლია დატანოს მობილური. ანუ ფოტოაპარატის ბატარეა. ეს მუშაობს კვარცის პრინციპით. მაგალითად, სანთებელაში ჩამონტაჟებულია კვარცი, რომელიც ზემოქმედების შედეგად მე მობილურს უმიჩნდება, არ მომერგება? აქ ორი ცალი უნდა იყოს. და სიარულის შემთხვევაში დატანის. რა, ბევრი ხალხი რა უაზროდ არის წარმოიდგინე. რო დადიოდნენ და ენერგიას გამოიმუშავებდნენ, აბდუშ რა კარგი იქნება. რამდენი სასაგებო რაღაც გაკეთებოდა? 2 საათში დატანის. ეს მობილურს? ანუ შერაფია? ნება. რომ კლასში? მეც. ეს ვინ მოხსენდა? შეიძლება მოიგიდეთ მასალა. მეც. მასალა და პარკი. გენიოსები არის. თავარი რეფორმა რომ თქვენ საქართველოში კადრიოდების გარეშე ეს არის გადაჭარბების გარეშე ეს არის აი ეს რაც აქ რომ თუ ჩვენ ახალგაზრდობა არის ძალა ბავშვობიდან ფიქრი და შეჯიბრი ამ ფიქრში თუ არ იფიქრა ყოველდღიურად როგორ გავამჯობესოთ ჩვენი ცხოვრება და რითი ვაჯობოთ სხვებს რითი ვაჯობოთ სხვა ქვეყნებს რითი ვაჯობოთ მეზობლებს შორეულ ქვეყნებს ჩვენს ქვეყნის სკოლას ჩვენს პარალელურ კლასს რა გავაკეთოთ ჩვენ გასაკუთრებულად მაშინ ჩვენ არაფერი ვერ გავიხარდებით და იმის გამო რომ საქართველოში არის განსხვავებული ძალიან დიდი ნიჭი ხალხში მაგრამ ამ წლების განმავლობაში განადგურდა ადრე იყო ახალგაზრდა ტექნიკოსების ცენტრები იყო ოლიმპიადები მე ყველაფერი გაჩერდა ერთ პერიოდში სკოლების გაუხდა ყველაფერი ოლიმპიადები აღვადგინეთ და ეხლა საქართველოს ყველა დონეზე არა ისე უბრალოდ ფორმალურად როგორც იყო არამედ აი მართლა ყველა სკოლაში უნდა იყოს გამოგონებების ცენტრი ჩვენ ვადოთ ლაბორატორიებს ჩვენ ვადოთ კომპიუტერებს ჩვენ ვადოთ ლიტერატურას ჩვენ ვთავთ ინტერნეტში მაგრამ დანარჩენი უკვე არის ადამიანს და მის ნიჭიერებას და მის ბუნებას საქართველოს ფუნქცია რომ ჩვენ ნიჭიერ ბუნებას ჩვენი ხალხის ნიჭიერ ბუნებას გაუხსნათ გზა და როგორ ნიჭიერები არიან ჩვენი ბავშვები აქ ნახეთ ყველა ფილოლოგები შეიძლება ისტორიკოსები შეიძლება ყველა სხვა პროფესიები მაგრამ ხალხო თუ ჩვენ თვითონ არ ვაწარმოებთ თუ თვითონ არ გამოვიკვეთეთ თუ თვითონ არ შევქმნით მე რა იქნება დაფინანსდეს ყველაფერი დაიჭირა ამიტომ მე მესმის რომ შეიძლება ბევრი გაღიზიანდა რატო ფინანსდება ტექნიკურ საკრებს მაგრამ საქართველოს წინსვლისთვის შეიძლება პირველი ტექნიკურ საკრებს ეგრე სხვაებიც მოგვადეს ხო ჩვენ მაგალითად სხვაებიც მიყვება და სხვაებიც იგივე საკეთებდა ამიტომ საქართველოს ამაში იქნება ნოვატორი ვინც რა უნდა ილაპარაკოს